ტრამპი გაბრაზდა კომუნიზმზე მას შემდეგ, რაც დაინახა ამ მოძრაობის უკიდურესი რისკი, რომელიც გლობალურ მთავრობებში შენირბულად ბრუნდება. Კარგი, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ერისთვის დიდი საფრთხეა სინამდვილეში, რადგან ეს არ არის სოციალიზმი, ეს რეალურად კომუნიზმია. ისინი იყენებენ სიტყვას სოციალ-დემოკრატი, რადგან ეს ასე კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ისინი კომუნიზმზე საუბრობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ერისთვის, რაც კი შეიძლება არსებობდეს, ალბათ ჩვენი დაარსების დროიდან. ეს მოიცავს პირველ მსოფლიო ომს, მეორე მსოფლიო ომს, 11 სექტემბრის თავდასხმებს, მოიცავს პერლ-ჰარბორზე თავდასხმასაც. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი ერისთვის. ზოგი გაირიმებს, როცა ამას ვიტყვი, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები იტყვიან, იცი, ალბათ მართალია. ეს ძირითადად კომუნიზმის შემოტანაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. არასდროს ყოფილა რამე ასეთი საშიში. კრიზისი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც Fox News-მა ამაზე ინფორმაცია გაავრცელა. 2026 წლის 29 ივნისს რა, ფედერალური ნაფიც მსაჯულთა კოლეგია იძიებს ჩინეთში დაფუძნებულ ბიზნესმენს, რომელიც სავარაუდო ფინანსურ დარღვევებშია ეჭვმიტანილი და დაკავშირებულია ქსელთან, რომელმაც როგორც ამბობენ, 278 მილიონი დოლარი გადაანაწილა მემარცხენე ჯგუფებისთვის ამერიკის შიგნით. გამოძიება ეხება შესაძლო ფინანსურ დანაშაულებს, მათ შორის ფულის გათეთრებას და საქმის ცენტრში აყენებს არაკომერციულ ორგანიზაციებს, უკვე დახურულ ფიქტიურ კომპანიებს და საქველმოქმედო ფრთას, რომელიც დაკავშირებულია Goldman Sachs-თან. აქედან იწყება დონალდ ტრამპის სიტყვების აღქმა, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური რიტორიკა, არამედ როგორც უფრო ფართო სურათის ნაწილი. ტრამპმა უკვე გამოაქვეყნა, რომ კომუნისტები საბოლოოდ ახორციელებდნენ საკუთარ გეგმას და რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ განაცხადა, რომ კომუნიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც კი ოდესმე უნახავს ერს. რა იმალებოდა ამ ქსელის უკან? რატომ უნდა გაევლო ამდენ ფულს ფინანსური სარგებლის მქონე სტრუქტურებში? როგორ მოხდა რადიკალური მემარცხენეობა ფედერალური უწყებების ყურადღების ცენტრში ასე ძლიერად? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება, იყო თუ არა არარეგულარული ფულადი მოძრაობა, რომელიც აქტივისტურ ორგანიზაციებს, მედია საშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ამარაგებდა შეერთებულ შტატებში. სინგჰამი გამოძიებაში წარმოდგენილია როგორც ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ცხოვრობს შანხაიში. აქვს მარქსისტული იდეების მხარდაჭერის ისტორია და დაკავშირებულია ქსელთან, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებებზე მუშაობს. თავარი ეჭვია, რომ ფულის სისტემაში ფორმალური არხებით შევიდა, შემდეგ გაიარა შუამალურ ორგანიზაციებზე და ბოლოს მიაღწია ჯგუფებს, რომლებიც ინტენსიურად იდეოლოგიურად მოქმედებენ. საქმე ყურადღებას იქცევს, იმიტომ რომ ეს არ არის ცალკეული პოსტი ან კამპანიის შემთხვევითი განცხადება. Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინგჰამმა შანხაიდან 278 მილიონი დოლარი 3 ძირითადი გზით მიმართა. Goldman Sachs-ის ფილანთროპიული განყოფილებით, კომპანია Method LLC-ით და ასევე კომპანია Likewise Conceptions LLC-ით, რომლებიც ორივე უკვე დახურულია. ამის შემდეგ, როგორც რეპორტაჟშია ნათქვამი, თანხები 6 არაკომერციულ ორგანიზაციას გადაეცა. სწორედ ეს არის ყველაზე სკანდალური საკითხი. ფულს, რომელსაც ფილანთროპიული სახე აქვს, იძიებენ მისი შესაძლო პოლიტიკური და იდეოლოგიური გამოყენების გამო. ჯეისონ სმითი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე, უკვე წნეხს ახორციელებდა ამ ქსელთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე. 2026 წლის 5 მაისს კომიტეტმა Breakthrough News, 33 Continental-სა და The People's Forums დოკუმენტაცია მოსთხოვა. გამოხატა რა შეშფოთება დაფინანსების წყაროებისა და ფისკალური სპონსორობის გამო. კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში არამომგებიანი ორგანიზაციების ქსელის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია ჯეისონ სმითის სიტყვები, რომელიც მნიშვნელოვანია, რადგან მან ეს საქმე უბრალო შემთხვევად არ ჩათვალა. პარლამენტარმა განაცხადა, რომ აუცილებელია სწრაფად გაირკვეს, დაეხმარა თუ არა დაფინანსების წყაროები და საგადასახადო სტრუქტურები ქაოსისა და ძალადობის დათესვაში შეერთებულ შტატებში უცხოელი აქტორების სახელით. ბატონებო, 2 დღის წინ კომიტეტმა მოითხოვა დოკუმენტები და საგადასახადო მასალები. მან აღნიშნა, რომ არაკომერციული ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში ისინი დაბარებულნი იყვნენ აშეთეშეშის ხაზინის მიერ. რატომ? გამოიცანით. როგორც ჩანს, ისინი მართლაც იღებდნენ ფულს მტრული უცხოური რეჟიმებისგან, რათა გაევრცელებინათ ანტიამერიკული პროპაგანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე. ალბათ ამ ფულის დიდი ნაწილი მოდის ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან. აი ეს ხდება ეხლა.
ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური ფედერალური გამოძიება, რათა პასუხი აგებინონ ამ უკიდურესად მემარცხენე ანტიამერიკელ პროპაგანდისტებს, რომლებიც როგორც ჩანს, შესაძლოა იღებდნენ უცხოურ ფულს. ეს ბრალდება სწორედ იმ საკითხს ეხება, რომელიც ყველაზე მეტად აშფოთებს ამერიკულ მემარჯვენეებს. სასარგებლო იურიდიული შეღავათების, გათავისუფლებებისა და სოციალური ფასადის გამოყენება პოლიტიკური ოპერაციის დასაცავად. როდესაც ფული ფილანთროპიის სახელით შემოდის და იდეოლოგიური მობილიზაციის სახით გამოდის, კონტროლი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება. დონალდ ტრამპი ამ დებატებზე გაფრთხილების ტონით მივიდა. 2026 წლის 26 ივნისს ვაშინგტონში რწმენისა და თავისუფლების კოალიციის ღონისძიებაზე მან თქვა, რომ ნიუ-იორკში მემარცხენე კანდიდატების ბოლო გამარჯვებები ამერიკის ერისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. როიტერსმა დააფიქსირა, რომ ტრამპმა მემარცხენეების ამ წინსვლა გამოიყენა, რათა გაემყარებინა თავდასხმის ხაზი იმაზე, რასაც ის კომუნიზმს უწოდებს. განსაკუთრებით მიზანში იღებდა დემოკრატიული სოციალისტების ზრდას დემოკრატიულ პარტიაში. განგაში მთელ ამერიკაში ისმის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კომუნისტები საბოლოოდ თავიანთ ნაბიჯს დგამენ. აფრთხილებს, რომ მისი ხედვით უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური და ეკონომიკური იდეები ძალას იძენს. ტრამპი ამტკიცებს, რომ კომუნიზმი მოდის ერთი მარტივი დაპირებიდან. მთავრობა ხალხს მისცემს ყველაფერს, რაც სურთ, მაგრამ ამ დაპირებას აქვს ფასი. წაართვას სიმდიდრე და ქონება მათ, ვინც ეს მოიპოვა. ტრამპისთვის ისტორია ამის მტკიცებულებაა. კომუნიზმის კრიტიკოსები ხშირად მიუთითებენ ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მაოს ეპოქის ჩინეთზე, კუბასა და ვენესუელაზე. როგორც მაგალითები იმისა, რომ ცენტრალიზებულმა კონტროლმა გამოიწვია დეფიციტი, ეკონომიკური ვარდნა, ცხოვრების დონის დაცემა და პოლიტიკური რეპრესია. ისტორიკოსები და ეკონომისტები კვლავაც განიხილავენ ამ გამოცდილებების მიზეზებს, კონტექსტს და გაკვეთილებს. მაგრამ დონალდ ტრამპი ამჟამინდელ დებატს პოლიტიკაზე მეტად აღიქვამს. ის ამას წარმოაჩენს როგორც იდეოლოგიურ საკითხს, თეოლოგიურ დაპირისპირებას ამერიკის მომავალზე, კაპიტალიზმზე, სოციალიზმზე ან კიდევ უფრო რადიკალურ რამეზე. და მისი საბოლოო გზავნილი ერთმნიშვნელოვანია. თამაში დაიწყო. 2026 წლის 29 ივნისს თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ამ ჯგუფების მიერ გამოყენებული სოციალიზმი პრაქტიკაში კომუნიზმი იქნებოდა სხვა სახელით. მან განაცხადა, რომ ეს საფრთხე ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნებოდა, რაც კი ოდესმე შეექმნებოდა შეერთებულ შტატებს და მაგალითად მოიყვანა პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, 11 სექტემბერი და პერლ-ჰარბორი. მოვლენების თანმიმდევრობა ხელს უწყობს ახსნას, რატომ გაიზარდა ეს რიტორიკა. ჯერ იყო გამარჯვებები, ჯერ უფრო მემარცხენე კანდიდატების გამარჯვებები დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში. შემდეგ იყო დონალდ ტრამპის გაფრთხილება, რომ კომუნისტები საკუთარ ნაბიჯს დგამენ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერალური ნაფიც მსაჯულთა კოლეგია იძიებდა სინგჰამს და სავარაუდო დაფინანსების ქსელს 278 მილიონი დოლარით. რადიკალური მემარცხენეები მხოლოდ სიტყვიერად არ იკავებდნენ ადგილს, არამედ იღებდნენ სტრუქტურას, ფულს და ინსტიტუციურ დაცვას, რათა შეეძლოთ ოპერირება შეერთებულ შტატებში. ეს საქმე ასევე უკავშირდება გამოძიებას კუბაში მოგზაურობებთან დაკავშირებით, რომელშიც ფიგურირებენ ინფლუენსერი ჰასან ტაიკერი და მედია ბენჯამინი, Code Pink-ის თანადამფუძნებელი. 2026 წლის 23 მაისს Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფედერალურმა უწყებებმა გაგზავნეს ადმინისტრაციული მოთხოვნები, ფინანსური, ლოგისტიკური და საკომუნიკაციო მონაცემების მისაღებად, რომლებიც დაკავშირებულია მარტში კუბაში განხორციელებულ მოგზაურობებთან. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა მოგზაურობები კუბაში. გამოძიებამ კუბასთან დაკავშირებით გააფართოვა პრობლემის მასშტაბი, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ ფულს, არამედ საერთაშორისო აქტივიზმსაც. Fox News-ის მიხედვით, პაიკერი და ბენჯამინი იმ ამერიკელთა შორის იყვნენ, რომლებიც უფრო ფართო გამოძიების სამიზნე გახდნენ და მონაწილეობდნენ დელეგაციაში სახელწოდებით No Extra America Convoy. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას სურდა გაერკვია, იყო თუ არა კოორდინირებული დაფინანსება ან საქონლის მიწოდება კუბისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატების წესებს. სწორედ ამ ეტაპზე იწყებს ტრამპის ანტიკომუნისტური რიტორიკა კონკრეტულ შემთხვევებთან თანხვედრას, რომლებსაც ფედერალური ორგანოები იძიებენ. რიგ სკოტმა მკაცრად გამოეხმაურა კუბის შემთხვევას. რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ჰასან პიკერი და Code Pink-ი კუბაში ჩავიდნენ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩნენ, კომუნისტური რეჟიმის წევრებს დაუახლოვდნენ და პოლიტიკური პატიმრები უგულებელყვეს. ეს მხოლოდ მოსაზრებათა დაპირისპირება არ არის.
შეშფოთება იმაში მდგომარეობს, გაიგონ, მიიღეს თუ არა შეერთებულ შტატებში მოქმედმა ორგანიზაციებმა უცხოური ინტერესების არაპირდაპირი მხარდაჭერა, რათა გავლენა მოეხდინათ პროტესტებზე, მედიაზე, უნივერსიტეტებზე და საჯარო დებატებზე. როდესაც ფული გარედან მოდის, გადის საგადასახადო სტრუქტურებზე და საბოლოოდ პოლიტიკურ მობილიზაციაში მთავრდება. ფილანთროპიასა და ჩარევას შორის ზღვარი სახიფათო ხდება. ამერიკული მემარჯვენეები ამ გამოძიებაში ხედავენ დადასტურებას იმისა, რასაც დონალდ ტრამპი ამბობდა. თანამედროვე კომუნიზმი ყოველთვის წითელი დროშით არ მოდის კარზე. ის შეიძლება მოვიდეს სოციალური სამართლიანობის ენით, ჰუმანიტარული კამპანიებით, სტუდენტური ჯგუფებით, მედია პორტალებით, საერთაშორისო მოგზაურობებით და საგადასახადო შეღავათების მქონე ორგანიზაციებით. ბრალდება, რომელიც ახლა იძიება, არის ის, რომ ეს მექანიზმი ამერიკულ სისტემაში შიგნიდან მუშაობდა. თავად სისტემის ხარვეზებს იყენებდა მის საფუძვლებზე თავდასხმისთვის. კომუნიზმი წარსული არ არის, ის დღევანდელი საფრთხეა. ის მიუთითებს ნიუ-იორკზე, კუბაზე, არაკომერციულ ორგანიზაციებზე, ციფრულ აქტივისტებზე და ფულის კვალზე. მისი პოლიტიკური თეზისია, რომ რადიკალური მემარცხენეები ცდილობენ იდეებს სახელი შეუცვალონ, რათა უფრო მისაღებად გამოიყურებოდეს. კომუნიზმს კი სოციალურ დემოკრატიას, სოციალურ სამართლიანობას ან საერთაშორისო სოლიდარობას უწოდებენ. შეფუთვა შეიცვალა, მაგრამ პროექტი კვლავ უმიზნებს საკუთრებას, რწმენას, ეკონომიკურ თავისუფლებას და ეროვნულ სუვერენიტეტს. წლების განმავლობაში ამ ჯგუფებმა თავიანთ საქმიანობას ღარიბების, მუშებისა და დაჩაგრულების დაცვად ასაღებდნენ. ეხლა ამ სტრუქტურის ნაწილი, როგორც ჩანს, იძიება შესაძლო კავშირზე უცხოურ ფულთან, კომუნისტურ გავლენასთან და არაკომერციული ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა დაინახა უკიდურესი რისკი, რადგან საქმე ეხება ამერიკული კულტურული ძალაუფლების ცენტრს. ეს მხოლოდ ბიზნესმენზე არ არის, ეს ეხება მათ, ვინც აფინანსებს იდეებს, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტებს, ვინც განსაზღვრავს ინფლუენსერების დღის წესრიგს, ვინც ავრცელებს ნარატივებს და ვინც ცდილობს კომუნისტური რეჟიმების ნორმალიზებას ერში, რომელიც თავისუფლებაზეა აშენებული. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ სიმართლით ინფორმირებული იყოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება. მადლობა, მადლობა, მადლობა. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ სიმართლით ინფორმირებული იყოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა. მადლობა.